ეს არის დღის ამბები 10-ზე მე ლუკა ხაჩიძე ვარ დეკანოზი გიორგი მამალაძე სახეზე ჟანგბადის ნიღბით დევე პირველის ექსკლუზივი ჩვენმა კამერამ მსჯავრდებული სასულიერო პირი მაშინ გადაიღო როდესაც ის მედიკოსებს ავერსის კლინიკიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავდათ დეკანოს ავერსის კლინიკაში მაგნიტორეზონანსული კვლევა ჩაუტარდა ადვოკატების ინფორმაციით მსჯავრდებულ დეკანოს გუშინდელთან შედარებით უფრო უჭირს მეტყველება და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება ღუდუშაურის კლინიკაში კი ამბობენ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. TV პირველის მიერ ექსკლუზიურად გადაღებულ ამ კადრებში დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩანს. ის ტომოგრაფიის გადაღების მიზნით ღუდუშაურის კლინიკიდან ავერსის კლინიკაში ბადრაგების საშუალებით გადაიყვანეს. რა დიაგნოზი აქვს მსჯავრდებულს კითხვას ავერსის კლინიკაში ჩატარებულმა კვლევამ უნდა უპასუხოს. სამედიცინო კვლევის ჩატარების შემდეგ მსჯავრდებული დეკანოზი მკურნალობას კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში აგრძელებს. კონტაქტურია, თუმცა პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები. უჭირს გადაადგილება. ექიმები ამბობენ, რომ კლინიკიდან მის გაწერაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მთელი ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. აბსოლუტურად კონტაქტურია, ადეკვატურია პაციენტი, შეზღუდულია მოძრაობა მარჯვენა ხელფეხში. სწორედ ამ მოვლენის ვერიფიცირებისთვის გვჭირდება მანქანათექნოლოგიური გამოკვლევა და შემდგომი კვლევები, რასაც ჩვენ ვუტარებთ და ჩაუტარებთ, სანამ დიაგნოზს არ დავადასტურებთ. ასე რომ მიმდინარეობს სტანდარტული მიდრომა პაციენტის ჩართვა. ამ გამოკვლევის შედეგები შეისწავლეთ უკვე? არა, ეს შედეგები დეტალური იქნება ხვალ. დეკანოზი კლინიკაში უფლებადამცველებმა მოინახულეს. ამბობენ, რომ მამალაძის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია. გუშინდელი მაგალითი თქმა რა იმისათვის რომ როცა კეთდებოდა რომ თითქოს განცხადებები რომ უკეთესად იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირიქით უფრო დამძიმებული მდგომარეობა დახვდა და ის პრაქტიკულად მარჯვენა მხარის კიდურებს თითქმის ვეღარ ამოძრავეთ. მე ვადარებ წინა დღეების მდგომარეობას, როგორ გვეკონტაქტებოდა და როგორ იყო და დღეს სამწუხაროდ უფრო ცუდად გრძნობდა თავს. დეკანოს უთხრეს იმ კლინიკაში ავერსში რომ რაღაც გარკვეული ცვლილებებს აქვს ადგილი და თვითონაც თავს შედარებით ცუდად გრძნობს ვიდრე წინა დღეებში. მაგალითად მეტყველება დღეს უფრო უჭირს ვიდრე წინა დღეებში. გიორგი მამალაძის მონახულება ვერ შეძლეს მისმა ოჯახის წევრებმა. თორნიკე მამალაძისთვის გაუგებარია, რატომ არ მიეცა საშუალება ძმას კლინიკაში შეხვედროდა. მისი თქმით, კითხვაზე ვერც სამედიცინო პერსონალისგან და ვერც ციხის ადმინისტრაციისგან დასაბუთებული პასუხი ვერ მიიღო. გუშინ უპრობლემო ჩემიშვეს, არანაირი შეცდომა არ მქონია, შევედი ვესაუბრე, ახლოსანაც მივედი ჩემს ძმასთან. დღეს სამწუხაროდ განვიცხადეს, რომ ბადრაგის თანამშრომლებმა მითხრა, რომ ადმინისტრაციის ბრძანება არისო. მე დაუკავშირდი მატროსოვის ციხის უფროსს და სამწუხაროდ მანაც დღეს უარი თქვა, რადგანაც გადამამისამართა ისევ ბადრაგის თანამშრომლებთან. ეს არის მიზანმიმართული ჩემი აზრით, რადგანაც ცდილობენ შეზღუდოს ოჯახის წევრები დეკანოსთან კომუნიკაციაზე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. მანამდე კი დეკანოზის მხარდამჭერებმა, ოჯახის წევრებმა და პოლიტიკოსებმა საპატრიარქოსთან მისი გათავისუფლება მოითხოვეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა პატრიარქს მიმართეს და მოუწოდეს მიმართოს შეწყალების კომისიას დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით. თუ ვინმესთვის მარჯვენა ხარის სტარტმევა ჯაგმაიძისთვის არაფერი არ არის, ღმერთმა აშოროს ეგეთი ტკივილი და ეგეთი დაავადება და ეგეთი მდგომარეობა საერთოდ. და რაც შეეხება მოთხოვნას, ეს არის უბრალოდ თუ აქამდე იყო საუბარი, რომ მხოლოდ პროკურატურას უჯერებდნენ და პროკურატურის ეჯერათ, ჩვენ მზათავართ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე უთხრათ, მოუყვეთ ყველაფერი თუ დაინტერესდებიან, მაგრამ აბსოლუტურად ყველა პირობა არის, რომ პატრიარქმა გულმოწყალება გამოხატოს და მიმართოს რეკომენდაციით შეწყალების წერილით პრეზიდენტს. ფაქტია, რომ ეს არის რაღაცა გარიგების შედეგი, იმიტომ რომ მე აქ არ აქვს მნიშვნელობა, საპატრიარქო იქნება ვიღაც მაღალჩინოსანი თუ ბიძინა ივანიშვილი, ყველას ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში სამართალი მიდიოდეს სამართლიანად და კანონის მიხედვით დგებოდეს და არა ვიღაცის ინტერესებზე მორგების, ხან საპატრიარქოსი და ხან კიდე სხვისი. ამიტომ ფაქტია, რომ ამ საქმეში ჩვენ სამართალი არ გვინახავს, ფაქტია, რომ კითხვებზე პასუხები არ არის და ფაქტია, რომ ადამიანი მორიგი ადამიანი და ოჯახი ისრისება ამ უსამართლობის წინაშე. ეს საქმე უკვე 2 წელია დამოკლის მახვილებით კიდია სახელმწიფოს და საპატრიარქოსზე. ეს არის მაგალითი, რამდენად არ არის მზად საპატრიარქო, რომ ის პრობლემა
პრობლემები, რაც საპატრიარქოშია, მოაგვაროს. რის გამოც ის დღეს ისჯება? ის პრობლემები არ მოგვარდება. ამ პრობლემის მოგვარდებას არ შველის ადამიანის საპატიმროში ყოფნა იმ პირობებში, როცა პასუხები არ გვაქვს, ვინ არის დამნაშავე, რაშია დამნაშავე და რა მოხდა საერთოდ. დეკანოზის შეწყალების მოთხოვნა მხარდამჭერებმა ამ დრომდეც რამდენჯერმე გააჟღერეს. თუმცა ამბობენ, რომ წინა შემთხვევებში საპატრიარქოს მაღალმა იერარქებმა პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალების უფლება არ მისცეს. ახლა ისინი იმედოვნებენ, რომ პატრიარქი ილია მეორე დეკანოზის ჯანმრთელობის გაუარესებას გაითვალისწინებს და მათ მოთხოვნებს შეასრულებს. არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ჰქონია გარიგებები. ამის შესახებ TBC ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის სპორტის ტენდერში 2014 წელს გაიმარჯვეს მიუხედავად იმისა, რომ პროექტით სხვა მსხვილი კომპანიებიც იყვნენ დაინტერესებული. ამას თელი პასუხისმგებლობით ლაპარაკობ. ძალიან მე მოგიყვებით, რატო გავიმარჯვეთ ჩვენ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი კომპანიები მონაწილეობდნენ იქ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინიცირებული იყო საქართველოს ესე გონია თუ შენ ინიცირებულია შენ უნდა მოიგო. ესე არ არის ჩვენ შემთხვევაში, არასდროს ჩვენ პირდაპირი წესით მთელი ჩემი ბიზნეს კარიერის განმავლობაში არ გვიყიდი არაფერი. არასდროს სახელმწიფოს ანგარიშები ჩვენ ბანკში არ ყოფილა, იმიტომ რომ რაღაც გარიგება, რატო არსებობთ დღესაც სამხელა ჯგუფი, იმიტომ რომ არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან ან ეგრეთ წოდებულ სახურავებთან არ ქონია გარიგება. ეს არის მნიშვნელოვანი რამე. ესაც სწორედ იმის გამოძახილია, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხი და არასდროს არავის არ გაურიგდებით იმის გამო, რომ ვიღაცამ გითხრას, რომ ჩვენ თქვენ შეგიქმნით სასათბურე პირობებს. ეს არის ჩემი ცხოვრების და ჩემი გუნდის ცხოვრების პრინციპი და ასევე დროს ჩვენი ყველაზე მაგარი თავდაცვა, იმიტომ რომ ჩვენ რაშიც ვიარეთ ბოლო 29 წლის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს ცალკე ბლოკბასტერი, ცალკე რო დაწერო ეს ისტორია, სად ვიარეთ და გადამრჩენი ჩვენი იყო სწორედ გამჭირვალობა, სწორედ ის რომ არავისთან კავშირში არა ვართ და თვითონ კითხვა რომ ესენი კიდე ბიზნესში არიან და ესენი კიდე ბიზნესში სწორედ ამის პასუხი რომ კი ვართ ბიზნესში და ვიქნებით იმიტომ რომ ვაკეთეთ სუფთად და ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი რომელმაც 93 წელს გააკეთა განცხადება მე ეს გაზეთები მაქვს რაც წერთ ესეთ სათაურს TBC ჯგუფი არის თეთრ ბიზნესში. მამუკა ბახტაძის შეფასებით TBC ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკავშირება ანაკლიის სპორტის მშენებლობასთან უპასუხისმგებლობაა. პრემიერი ამბობს, რომ სწორედ ქართული ოცნება ამ იდეის ინიციატორი და გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ პროექტის დაფინანსება დროულად დაიწყოს. ბახტაძემ თქვა, რომ TBC ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია ეროვნული ეკონომიკისათვის. სურს ყველას მოუწოდო, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს გახლავთ ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან გამომდინარე შესაძლებელი სიტუაცია და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს ამ საკითხთან პრეტენზია, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციების ნამდვილად არ წაადგება საქმეს. მით უმეტეს ძალიან ცუდია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ამ ფაქტს კავშირი აქვს ანაკლიის პორტთან, მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ინიციატორი ამ უნიშნულოვანესი იდეის. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილი ამ დროისათვის გადაკეტილია. ადგილზე ცოტა ხნის წინ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, მგზავრებმა ავტომობილის დატოვება დროულად მოასწრეს, მანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ დაშავებულან. ხანძარი იყო თიანეთში. ცეცხლი ელექტროსადგურს გაუჩნდა, რისკი იყო, რომ აფეთქებულიყო ზეთის ავზიც, რომელიც ელექტროსადგურში ედგა, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტები. ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროკაბელებს გაუჩნდა. რა მანქანიში ცოტა რომ გაიწიოთ ბოდიშით.
დაახლოებით 7-ის ნახევარზე შემოვიდა შეტყობინება, რომ თიანეთში ელექტროქვესადგურში იყო ხანძარი. ადგილზე გამოვიდა 200 სახანძრო ავტოცისტერნა და აღმოჩნდა ესეთი სიტუაცია. აქ არის დაახლოებით 16 ტონიანი საწვავის აუზი, რომელსაც გარედან ეკიდა ცეცხლი, იყო ღია ცეცხლი. მეხანძრე მაშველების დროული და ეფექტური მოქმედების შედეგად ხანძრის ლიკვიდაცია მოხდა უახლოეს ხანებში. დაშავებული არავინ არ არის. გაეროს მიგრანტთა პაქტის შესახებ არსებულ მითებს და დეზინფორმაციას საქართველოშიც გამოუჩნდნენ გამხმოვანებლები. დოკუმენტი, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის და სამართლებრივად სავალდებულო არ არის, გარკვეული ჯგუფები საფრთხის შემცველს უწოდებენ და ამბობენ, რომ თითქოს ამ პაქტზე ხელის მოწერა საქართველოს ავალდებულებს ქვეყანაში მიგრანტები მიიღოს და ისინი დააფინანსოს. რეალურად კი კომპაქტი რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება და მათ შორისაა ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი, რომელიც სახელმწიფოებს აძლევს უფლებას თავად განსაზღვრონ მიგრაციული პოლიტიკა სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით. კრემლისტურ მედიას საშუალებებში ობიექტივში სპუტნიკსა და მსოფლიო და საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში ვხედავთ მიგრანტების საწინააღმდეგო განწყობებს. არგუმენტებს ვერ ვისმენთ, თუმცა გვესმის ბრალდებები და შიში, რომ ქართველი ერი უმცირესობად გადაიქცევა. პრორუსი აქტორების დეზინფორმაციაა, რომ გაეროს კომპაქტი მიგრანტების ჩამოსახლების საფრთხეს ქმნის და საქართველოს მათ დაფინანსებას ავალდებულებს. პროპაგანდის ორი ძირითადი მეთოდი კი სიმულაციური მტკიცებულებების შექმნა და ანტიმიგრანტული კონტექსტის გამოყენებაა. მითების დეტექტორი დეზინფორმაციას იკვლევს, მედიის განვითარების ფონში ყურადღებას ანტიდასალურ დამოკიდებულებაზე ამახვილებენ და მიაჩნიათ, რომ მიგრაციის საწინააღმდეგოდ ქსენოფობიური კამპანიის გაძლიერება სწორედ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებშია. ანა ჩიტალაძის თქმით, სწორედ ასეც ცდილობენ პრორუსი პოლიტიკოსები საზოგადოებაში რუსეთის ფედერაციისადმი სიმპათიის გაღვივებას. მიგრანტების წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია არც მხოლოდ გაეროს კომპაქტით აწყებულა, ეს მანამდეც ქსელდა, მანამდეც იყო და ამ გაეროს კომპაქტმა კიდევ უფრო გააქტიურა და უფრო პოლიტიკური კონტექსტი შეძინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ულტრამემარჯვენეების გამონათქვამები და ნარატივი აქტიურად ვრცელდება სწორედ კრემლთან დაკავშირებულ მედიაში, როგორიც მაგალითად სპუტნიკი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით არის შექმნილი, ასევე ობიექტივი საქართველოს და მსოფლიო, რომელიც პრორუსულ დეზინფორმაციას აქტიურად უკვეთლები ავრცელებენ, არანაირად არ არის დაკავშირებული მიგრაციის ზრდასთან ან მიგრანტების ნაკადების მიღებასთან. ეს არცერთებულება შეუწევია. ულტრამემარჯვენეები დროს დუმილში არ კარგავენ. პროპაგანდისტულ მედია საშუალებებში განცხადებების შემდეგ დღეს აქცია ბოლნისში გამართეს. მთავრობა სიცრუეში დაადანაშაულეს და გვითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს წინაშე ვალდებულებები აიღო, თუმცა მათ შესრულებას არ აპირებს. სამარცხვინოა, რომ მთავრობა დაიმალა სოროში, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ მიგრანტებს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დოკუმენტაციით. მე-6 მუხლში პირდაპირ წერია, რომ მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ აზიის და აზიელებს აფრიკელებს უზრუნველყოფს ღირსეული სამუშაო ადგილებით. უზრუნველყოფს აქ ნიგერიელების და ავღანელების დიასპორების შექმნას და მათ განვითარებას. ძალიან სუსტი ბრალდება. რაშვაშია რუსული ნარატივი 3 მილიონი დავრჩი და ასეთი გაჭირებული მდგომარეობა არის და კიდევ ახლა ჩვენ მიგრანტების შემოყვანა ჩვენ ქვეყანაში, რომელი ერებიც მრავალშვილიანები და ორცოლიანობას განსაზღვრავს ოჯახური სიდიდით და 10 წელიწადში ჩვენ 200,000 კაცი რომ მივიღოთ ჩვენ ქვეყანაში, კი გახდებიან 3-4 მილიონი. აღმოჩნდებით უმცირესობაში და მე და თქვენ ხმას აზრი აღარ იქნება. რამდენად გამართლებულია მსგავსი ტიპის დოკუმენტის იმპლემენტაცია, ხელმოწერა ხელისუფლების მხრიდან და ამისათვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაც საუბარია 15 მილიონ ლარზე. საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრალდებებს უარყოფენ. წერილობით პასუხში კი განგვიმარტეს, რომ საქართველოს პაქტით არანაირი სამართლებრივი და ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება. იქამდე დეზინფორმაციაში ჩართულები იყვნენ სასულიერო პირებიც. 28 იანვარს დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ქადაგებისას განაცხადა, რომ გაეროს მიგრაციის კომპაქტზე ხელმოწერით საქართველოს ხელისუფლებამ უსაზღვრო ოდენობით მიგრანტების მიღების ვალდებულება აიღო. სადღაც მაროკოში მგონი რაღაც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომ უნდა გაიხსნას უსაზღვრო რაოდენობა პასუხისგებლობა ვალდებულებას მოაწერა საქართველოს ხელისუფლებამ ხელი, რომ უსაზღვრო რაოდენობის მიგრანტების შემოსვლაზე.
რაც გულისხმობს მიგრაციის პაქტი, ქალაქ მარაკეშში 164 ქვეყნის მიერ მიღწეული შეთანხმება, რომლის მიზანიც მიგრაციის უკეთ ორგანიზება. დოკუმენტს, რომელიც საქართველოში პრორუსი ძალებისთვის დავის საგანი გახდა, იურიდიული ძალა არ გააჩნია. ეყრდნობა რეკომენდაციებს და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის პრინციპზეა აგებული. კაიროს მიგრაციის პაქტი უკვე ხელმოწერილია, ქვეყნის სუვერენიტეტის იდეა დაცული, ულტრამემარჯვენეები კი აქციებს მაინც აგრძელებენ და რუსულ ნარატივზე დასმულ კითხვებზე ღიმილით გვპასუხობენ. ილეონის 20-მდე სტუდენტი შიმშილობას აგრძელებს. მოთხოვნები უცვლელია. ბიზნეს სკოლის დამოუკიდებელ ერთეულად დაბრუნება, გიორგი ქადაგიძის დეკანად აღდგენა და გიგა ზედანიას გადადგომა. მოშიმშილე სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორიც, როგორც ცირა ბარბაქაძემ აღნიშნა. მან გათავისუფლების შესახებ 2018 წლის 20 სექტემბერს მეილის მეშვეობით შეიტყო. ილეონის ყოფილი ლექტორი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე საუბრობს. ილეონის ბიზნეს სკოლის მოშიმშილე სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი ხვალ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდება. ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, შეკრებილია უკვე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხვალინდელ აკადემიურ საბჭოს დაესწრება, როგორც ჩვენ ვიცით, აკადემიური საბჭოს შეკრება იქნება ღია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები და კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც გავასაჯაროებთ აკადემიურ საბჭოსთან. აი მერე რა იქნება, ერთად ვნახავთ. როდესაც ცხრილი შევადგინე, ცხრილი გაეშვა აგვისტში არჩევის რეჟიმში და მეორე დღეს, ანუ მწერლებთან ერთად პროექტით ვიყავ ხესურეთში წასული და სტუდენტები წერენ, რომ ირეკავენ, რომ ვერ ირჩევენ ჩემს საგნებს და ამის შემდეგ აღმოჩნდა ის, რომ თურმე მე აღარა ვარ პროფესორი და მეილით გავაგებინეს. ილიას უნივერსიტეტი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ლიბერალური გარემოებებით, ეს დაიკარგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და რაღაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ხდება მეილებით პროფესორების გაშვება, არასასურველი ადამიანების ჩამოცილება, ესე ნელ-ნელა ეტაპობრივად, რომ პატარა ხანძრები ჩაქრეს და არ იყოს დიდი ბუნტი. აფხაზეთიდან დევნილებმა კონსტიტუციის 2 ნომერში მდებარე შენობაში, რომელიც ადრე ქალაქის კლინიკური საავადმყოფო იყო, შეჭრას სცადეს. თუმცა ისინი შენობაში დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ადგილზე იმყოფებოდნენ ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლებიც. დევნილთა თქმით, ბინებში შესახლებას ელოდებიან, შესაბამის რიგშიც დგანან, თუმცა ამ დრომდე არ იციან, როდის გადასცემს სახელმწიფო მათ ბინებს. გამგეობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი დევნილებს კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარებიან. ჩემი შვილი 26 წელი დგას რიგში და 2 ომი გაიარა. სამსახური არ აქვს. ჭერი არ აქვს, სახლი არ აქვს, ავადმყოფი და კიდევ ამბობენ ქულები არ ხმარა. ნუ კიდევ რა უნდა გააკეთოს, კიდევ რა ქულები იქნება. ეს სახელმწიფოს მშენობა არის. ხო და уже ინგრევა ეს სახლი და ჩვენ ვიფიქრეთ, ნუ ასეთი დამგრეული მაინც მოგცეს. გამგეობასთან თუ მომართავენ ჩვენ და ჩვენი რაიონის მაცხოვრებლები იქნებიან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და კანონის ფარგლებში აუცილებლად გაუწევთ მათ სათანადო დახმარებას, მაგრამ უკანონობა, რომელიც ითვლება, რომ შეიჭრენ ადამიანები, ეს ყველაფერი კანონით ირღვევა. ბათუმის მერია ხალხის მტერია, ბეტონყმობა, ნუანგრევ, გაწია კედელი, ზღვა დამანახე, დაიცავი ბათუმი. ამ შინაარსის ტრანსპარენტებით ბათუმში აქციის მონაწილეებმა ბათუმის ისტორიული ზონის ტერიტორიის განსაზღვრა, ისტორიული სახლების შენარჩუნება და სპონტანური მშენებლობების რეგულირება მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორებმა 3 ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს. შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული ზონალური საბჭო. ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვან რივიერაზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ კი ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი არ მოაწეროს. ქალაქი ეკუთვნის ბათუმელებს და უნდა გაითვალისწინონ მათი მოსახლეობა პირველ რიგში. რასაც ითხოვს ქალაქი, ეს არის უფრო ლეგიტიმური, ვიდრე ისაც სუბიექტურად ისინი წყვეტენ.
და მე მგონი დროა რომ მოусმინონ მოსახლეობას და ისე მიიღონ განაწყვეტილება. მე სპეციალურად ჩამოვედი ბათუმში ამ აქციის დასასწრებად. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია რომ მოსახლეობა გამოდის პროტესტით ამ უბედურების წინააღმდეგ. შეწყდეს ძველი შენობების დანგრევა და ახალების შენება. არა შენდეს 6 სართული 6 სათამრჯენი, რომელიც შენდება რივიერაზე, იგეგმება რომ აშენდეს და არა ქიმიურ ტერმინალს. ეს არის მთავარი მოთხოვნება. ბათუმში უკანონო მასობრივი მშენებლობები გააპროტესტეს თბილისშიც. სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს, რომ საკურორტო ქალაქში მასობრივი და მასშტაბური მშენებლობები შეწყდეს. ვაპროტესტებთ ბათუმის ჩაბეტონებას, ბათუმში უკანონო მშენებლობებს, ბულვარის განადგურებას, ხელისუფლების ერთი მხრივ წაყრუებას და მეორე მხრივ აშკარა კორუფციულ გარიგებებს, რომელსაც წლებია ადგილი აქვს ბათუმის შემთხვევაში. ეს არაჩვეულებრივი ქალაქი ხარბი დეველოპერების და მეგრთამე ხელისუფლების წყალობით ხელიდან გვეცლება და ცოტა ხანში ბათუმის მაგივრად გვექნება რაღაცა უშნო კორპუსებით დამახინჯებული ქალაქი და არა ის მარგალიტი, რომელიც ჰქონდა აქამდე. და ყველა ამის წინააღმდეგ ხმა უნდა ავიმაღლოთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მინდა ბათუმის მერიას მოუწოდო, რომ მიბაძონ კახა კალაძეს. ერთადერთი კახა კალაძემ, რაც აქამდე კარგი გააკეთა, ეს კაორი შემოიღო. იგივე უნდა შემოიღო, რომ გაჩერდეს ეს ვანდალური დამახინჯება ქალაქის. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ლევილს ეწვია. პრეზიდენტმა ლევილის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილი დღესვე საფრანგეთში ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა. არის ძალიან განსაკუთრებული ახლა. არასოდეს აქ რომ პატარა ვიყავი და ზოგჯერ შაბათ-კვირას აქ ვთამაშობდით, არასოდეს არ ვიფიქრებდი რომ ერთ დღეს ჩამოვიდოდი და დავბრუნდებოდი როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია შეაჯამა. პრემიერის თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია ევროპას უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს. ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან მოისმინა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები გახავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დღეს საქართველოსა და ამერიკის შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე, ყველაზე მაღალ დონეზე. და ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს გახლავთ ყველა ექსპერტის შეფასება. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული საუბარი მდივანთან, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები ასე ღრმავდება, ბუნებრივია ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს გრძელვადიან პროგრამებზე. უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ სწორედ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, რომ ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები. იტალიაში ტრადიციული ვენეციის კარნავალი დაიწყო, ის 5 მარტამდე გაგრძელდება. მთავარი თემა მთვარეა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 2019 წელს ზუსტად 9 საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც ადამიანმა დედამიწის თანამგზავრზე ფეხი პირველად დადგა. კარნავალის გახსნას ასობით ტურისტი ადევნებდა თვალს. აღლუმში უამრავი მოცეკვავე, აკრობატი და მსახიობი მონაწილეობდა. This genre of carnival is less about parades and floats and more about masks and masquerades. It seems everyone has საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. თქვენ კი წინ რადიო თავისუფლების პროექტი პერსპექტივა გელოდებათ.